დონალდ ტრამპმა ბრაზილია ამერიკის კონტინენტის პოლიტიკური არენის ცენტრში მოაქცია. მას შემდეგ, რაც სამშაბათს 2026 წლის 23 ივნისის გამთენიისას მან გააზიარა სტატია ლათინურ ამერიკაში თავისი მიღწევების შესახებ და თავისი მთავრობის შემდეგ დიდ გამოცდაზე ბრაზილიის არჩევნებზე. ტექსტი საუბრობს ბრაზილიის საარჩევნო სისტემის სანდოობაზე და სვამს კითხვას: იქნება თუ არა არჩევნები ყველა მხარისთვის თავისუფალი და სამართლიანი? ეს პუბლიკაცია მარტო არ ჩანს, ის გამოჩნდა იმავე დროს, როცა მარცხენა ფლანგი რეგიონში პოზიციებს კარგავს. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა შეამცირა USAID-ის დაფინანსება, გაკინა საგარეო დაფინანსების მექანიზმი და დაშალა სტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში მემარჯვენეებისთვის იდეოლოგიურ საწვავად ითვლებოდა შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. მას შემდეგ მოვლენები მძიმედ განვითარდა. მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს ეკვადორში, ხავიერ მილეი გაძლიერდა არგენტინაში, ამაესმა დაკარგა ძალაუფლება ბოლივიაში, ხოსე ანტონიო კასტმა დაამარცხა მემარცხენეები. ჰონდურასში მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს და კოლუმბიაც მემარჯვენედ გადაიქცა. ეხლა ყურადღება ბრაზილიისკენაა მიმართული. სანამ ლუიზ ინასიუ ლულა და სილვა ცდილობს თქვას, რომ დონალდ ტრამპს ამ თემაზე საუბარი არ შეუძლია, ფლავიო ბოლსონარო ვაშინგტონში მოქმედებს, რათა ბრაზილიაზე დაწესებული ტარიფების წინააღმდეგ ისაუბროს. და ჟილმარ მენდესი აღიარებს შეშფოთებას პორტუგალიაში საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით მაგნიცკის კანონის მუხარის ფონზე. აი გძენით, როცა თქვით, სხვათა შორის ბატონო, თქვენ დღემდე მხედველობა არ გაქვთ თუ არ ცდები, ხო ასეა, მგონი კი? მგონი კი. ხო, არ დავინტერესებული ვარ. მაგრამ რა იგრძენი, როცა თქვი, კარგი, ეხლა მაგნიცკის სანქცია ამოქმედდება, შეერთებული შტატები მკაცრად დაგვესხმება თავს. ვიცი. კითხე საკუთარ თავს, რა უნდა გამეკეთებინა. ცხადია, მაქვს ანგარიში არა შეერთებულ შტატებში, მაგრამ ტირადი ანგარიში მაქვს პორტუგალიაში. და კითხე საკუთარ თავს, რა უნდა გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. გადავწყვიტე ფული იქ დამეტოვებინა. რას ხედავს დონალდ ტრამპი ბრაზილიაში? რატომ გახდა ბრაზილიის არჩევნები კონტინენტური ტესტი? როგორ იმოქმედებს ბრაზილია, როცა ვაშინგტონის საარჩევნო თავისუფლებას, ტარიფებსა და სანქციებს ერთ მაგიდაზე დადებს? ამასაც მალე მოგიყვები. თუ მოგწონს ესეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. დონალდ ტრამპმა ეს სტატია Truth Social-ზე გააზიარა. ამ ჟესტმა ტემპერატურა ასწია, რადგან ტექსტი ბრაზილიას უბრალოდ დეტალად არ განიხილავს. ანალიზი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აღწერს როგორც ფიგურას, რომელსაც ჰემისფეროში მზარდი ძალა აქვს. და ბრაზილიის არჩევნებს ასახელებს როგორც გადამწყვეტ გამოცდას, რათა განისაზღვროს, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ახალი კონსერვატიული ტალღა. თუ ლათინური ამერიკა მხარეს იცვლის, ბრაზილია ამ მოძრაობის ყველაზე მძიმე ნაწილად ჩანს. სტატია, რომელსაც დონალდ ტრამპი ციტირებს, საუბრობს 8 გამარჯვებაზე 7 წლის განმავლობაში ლათინურ ამერიკაში და ასახელებს ქვეყნებს, რომლებმაც მემარცხენე მთავრობი ცენტრის მარჯვენა ან კონსერვატორულ დღის წესრიგზე ორიენტირებული ლიდერებით შეცვალეს. ეს გზავნილი პირდაპირ ლუის ინასიუ ლულა და სილვას მთავრობას ეხება, რადგან ბრაზილიას კომფორტის ზონიდან გამოხავს. ეს აღარ არის მხოლოდ შიდა დაპირისპირება მუშათა პარტიასა და ოპოზიციას შორის. ბრაზილიის არჩევნებს ახლა უკვე გარედანაც აკვირდებიან, როგორც რეგიონის მასშტაბით მემარცხენეების წინააღმდეგ მიმართულ ტალღას. სწორედ აქ ჩნდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სააგენტოს დაფინანსება შეამცირა და საგარეო დახმარების პროგრამებზე ზეწოლა მოახდინა, მემარცხენეებმა დაკარგეს სიმბოლური და ოპერაციული მხარდაჭერის ბაზა, რომელსაც ყოველთვის აკრიტიკებდნენ კონსერვატორები. დაფინანსების შემცირებამ გააშრო საერთაშორისო ეკოსისტემის ის ნაწილი, რომელიც კვებავდა ორგანიზაციებს, განცხადებებს, ზეწოლებსა და პროგრესულ ნარატივებს. ამის შემდეგ ლულისტების ბანაკისთვის კონტინენტზე საარჩევნო სერია რთული გახდა. ეკვადორში დანიელ ნობუამ დაამარცხა კორეიზმთან დაკავშირებული კანდიდატი. არგენტინაში ხავიერ მილეი მოიგო საკანონმდებლო არჩევნები და გააძლიერა თავისი ლიბერალური დრის წესრიგი. ბოლივიაში როდრიგო პასოსმა მოიპოვა ხელისუფლება და დაასრულა მასის თითქმის 20 წლიანი დომინაცია. 2 décadas de domínio do MAS. შილეში ხოსე ანტონიო კასტმა დაამარცხა მემარცხენეები არჩევნებში, რომელიც უსაფრთხოების, იმიგრაციისა და ბორიკის მთავრობისგან დაღლილობით იყო გამორჩეული. ჰონდურასში ნასრი ასფურა, რომელსაც დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს, მჭიდრო ბრძოლაში გამარჯვებულად გამოცხადდა. კოლუმბიაში აბელარდო დე ლა ესპრიელამ დაამარცხა გუსტაო პეტროსთან დაკავშირებული ბანაკი და კიდევ ერთი მარჯვენული შემოტრიალება დააკონსოლიდა. ამ მარცხების სერია აჩვენებს, რომ ბრაზილია 2027 წლის მთავარი პოლიტიკური სამიზნე გახდა. ლულა იცის, რომ თუ ბრაზილია დაეცემა მარცხენაფთა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალას, უმრავლესობის შესაძლებლობას დაკარგავს და ცვლილებასთან კავშირი აღარ ექნება. ეს იქნება პოლიტიკური მიწისძვრა. ლათინური ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ამ გარდატეხის საბოლოო გამოცდად იქცევა. ლულას რეაქცია კი მის გაღიზიანებას აჩვენებს.
G7-ის შეხვედრის დროს მან თქვა, რომ ტრამპს ბრაზილიის არჩევნებში ჩარევა არ უნდა, მაგრამ ასევე აღიარა, რომ ამერიკის პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური პრეფერენციის უფლება. ლულას ფრაზამ სცადა საზღვარი დაეწესებინა, მაგრამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ტრამპი უკვე ჩართულია დებატში. ბრაზილია ვაშინგტონის ხულადრების ცენტრში მოექცა და ახლა ბრაზილიაში ყოველი ნაბიჯი საერთაშორისო შეფასებას იღებს. სიტუაცია კიდევ უფრო მგზნობიარე გახდა, რადგან ტრამპის მთავრობა ბრაზილიას მხოლოდ საარჩევნო კონტექსტში არ განიხილავს. 301 სესია, რომელსაც აშშ-ში სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი იყენებს, ეკონომიკური ფრონტი გახსნა ბრაზილიის იმ პრაქტიკების წინააღმდეგ, რომლებიც უსამართლოდ მიიჩნევა. გამოძიება მოიცავს ციფრულ ვაჭრობას, ელექტრონული გადახდების სერვისებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას, ეთანოლის ბაზარზე წვდომას და უკანონო ტყის გაჩეხვას. ასევე აღნიშნავს საიდუმლო სასამართლო განკარგუებს ამერიკარგულებებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ კონტრაქტების წაშლის მიზნით. პოლიტიკური შინაარსი და პროფილების შეჩერება. 25%-იანი ტარიფის წინადადებამ ბრაზილიურ პროდუქტებზე ექსპორტიორები, კომპანიები და მომხმარებლები განგაშრე დაატენა. საჯარო მოსმენა დანიშნულია 6 ივლისს ვაშინგტონში, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2026 წლის 15 ივლისამდეა. მაშინ როცა ლულას მთავრობა სუვერენიტეტის შესახებ განცხადებებით ცდილობდა რეაგირებას, ფლავიო ბოლსონარომ საჯარო მოსმენაზე გამოსვლისთვის დარეგისტრირდა და სატარიფო პაკეტის შეჩერება მოითხოვა. იგი სავარაუდოდ მოლაპარაკებულ გადაწყვეტას დაიცავს, რათა ბრაზილიური საზოგადოება არ დაისაჯოს გამოძიებაში მითითებული ქმედებების გამო. ფლავიო ბოლსონარომ სენატორისა და პრეზიდენტობის წინასწარი კანდიდატის სტატუსით პირადად გამოსვლისთვის 5 წუთი ითხოვა. მისი კაბინეტის მიერ გაგზავნილი დოკუმენტი წინასწარ მიუთითებს, რომ ის 25%-იან ტარიფს წინააღმდეგია. ასევე წინააღმდეგია ნებისმიერი ზომის, რომელიც შეეხება პიკს და მხარს უჭერს ორმხრივ მოლაპარაკებას. იმ დროს, როცა ლულას მთავრობა აუდიენციაზე უმოქმედოდ ჩანს, ფლავიო ცდილობს დაიკავოს ადგილი და შეატყობინოს შეერთებულ შტატებს, რომ მთელი ბრაზილიის დასჯა მხოლოდ იმ მთავრობას დაეხმარება, რომელსაც პრობლემის შექმნაში ადანაშაულებენ. ფლავიოს არგუმენტს გავლენა აქვს, რადგან ის ბრაზილიის ერს ლულას მთავრობისგან ასხოვებს. ვავებს. ის ცდილობს აჩვენოს, რომ წარმოებლებს, ექსპორტიორებს, მუშებს და მომხმარებლებს არ შეუძლიათ გადაიხადონ ფასი პოლიტიკური, სასამართლო და რეგულატორული გადაწყვეტილებებისთვის. სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებული ზეწოლა კიდევ უფრო მძიმედ იგრძნობა. დონალდ ტრამპის მთავრობა ბრაზილიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის საიდუმლო განკარგულებებს აწესებს ამერიკულ პლატფორმებზე, აიძულებს მათ წაშალონ პოლიტიკური შინაარსი და შეაჩერონ ანგარიშები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებთა ანგარიშებიც. ამ გარემოში გილმარ მენდესი ასევე მოხვდა სიახლეებში. როდესაც მას კითხეს შეიძლებოდა თუ არა მასზე გავრცელებულიყო მაგნიტსკის კანონი, მან თქვა, რომ შეშფოთებული დარჩა საბანკო ანგარიშით, რომელიც პორტუგალიაში აქვს. მიუხედავად ამისა, მან ფული უცხოეთში დატოვა და განაცხადა, რომ იქ ისვენებს. ეს განცხადება ცუდად აღიქვეს, რადგან მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ბრაზილიელები იტანჯებიან გადასახადებით, ინფლაციით, დაუცველობითა და ბიუროკრატიით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აღიარებს, რომ უცხოური სანქციების კანონის ფონზე მას საზღვარგარეთ არსებული ქონება აშფოთებს. მაგნიტსკის კანონი აშინებს, რადგან ის მიზანში იღებს ინდივიდებს და არა მხოლოდ მთავრობებს. ამ კანონს შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური ბლოკირება, ვიზის შეზღუდვები და სირთულეები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ სისტემებთან მუშაობაში. საერთაშორისო ზეწოლა აღარ არის აბსტრაქტული საუბარი. ლულას მთავრობა ცდილობს მთელი გარეზეწოლა სუვერენიტეტის წინააღმდეგ თავდასხმად წარმოაჩინოს. მაგრამ კრიზისი შიდა პრობლემებიდან წარმოიშვა, რომელსაც ბრაზილია ვერ მალავს. ცენზურა, იურიდიული დაუცველობა, ინსტიტუტების პოლიტიზაცია, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ეჭვები და ეკონომიკური დაღლილობა. ტრამპმა უბრალოდ ყურადღება გაამახვილა ჭრილობაზე, რომელიც უკვე გახსნილი იყო. თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა არსაიდან არ გაჩენილა. ეს მოთხოვნა იზრდება, რადგან ბრაზილიური საზოგადოების ნაწილი აღარ ენდობა, რომ თამაში ყველასთვის თანასწორად წარიმართება. ბრაზილია ამ მომენტს ხვდება ოპოზიციით, რომელიც ვაშინგტონთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ხოლო მთავრობა ცდილობს ზარალის შეჩერებას. ფლავიო ბოლსონარო თავს წარმოაჩენს როგორც ტარიფების წინააღმდეგ მებრძოლს. ედუარდო ბოლსონარო უკვე უცხოეთში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდა. და ეხლა ტრამპი აზრს აზიარებს, რომელიც ბრაზილიის არჩევნებს დიდ გამოცდად მიიჩნევს. 2020 წლის დაპირისპირება კონტინენტური პოლიტიკის რუკაზე მოხდა. ლათინოამერიკული მემარცხენეობა მარცხის სერიას განიცდის, რადგან სტაბილურობის დისკურსი დაკარგა. უსაფრთხოებამ, კორუფციამ, ცენზურამ, გაჩერებულმა ეკონომიკამ და ორგანიზებული დანაშაულის შიშმა მთავრობები და კანდიდატურები დაამხო. დონალდ ტრამპმა ეს გრძნობა გაიგო და მოქმედება დაიწყო. USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა ამ ცვლილების სიმბოლოდ იქცა.
ნაკლები ფული საერთაშორისო სტრუქტურებისთვის, რომლებიც მემარჯვენეებისთვის იდეოლოგურ იარაღად მიიჩნევა და მეტი პირდაპირი ზეწოლა მთავრობებზე, რომლებიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში არიან დადანაშაულებული. ბრაზილია ეხლა მომდევნო საჩვენებელ მაგალითად ჩანს. ფულულა არჩევნებს ბრაზილიის შიგნით დახურულ საკითხად მიიჩნევს, მას გარედან გამჭვირვალობის მოთხოვნა შეხვდება. თუ უზენაესი სასამართლო პოლიტიკის ცენტრში დარჩება, მასზე მეტი ზეწოლა იქნება სიტყვის თავისუფლებასა და სათანადო პროცესზე. ტრამპმა პანიკა გამოიწვია, რადგან სწორ ნერვს შეეხო თავისუფალ არჩევნებს. ეს გამოთქვა მარტივად ჟრელს, მაგრამ მასში დიდი კითხვა იმალება 2026 წლისთვის. იქნება თუ არა ბრაზილიაში რეალურად თანასწორი ბრძოლა, სიტყვის თავისუფლება, იურიდიული უსაფრთხოება და საზოგადოებრივი ნდობა? თუ ლათინური ამერიკის უდიდესიერი არჩევნებში ეჩვის ქვეშ შევა, ცენზურით, გადასახადებით, სანქციებითა და საერთაშორისო ზეწოლით ამავდროულად ბრაზილიის კარზე დააკაკუნებს. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალუესის საზოგადოებაში.